მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია მოგლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ახალციხეში მთელი დღის განმავლობაში თოვს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში ამინდი უფრო გაუარესდება და -16 გრადუსამდე დავარდება. მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავ საშიშროებას ავტომობილო გზებზე ლიფყინული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქართველოში უამინდობა 22 თებერვლამდე გასტანს. ამ ეტაპზე ოფიციალური წყაროები ფარავნის უღელტეხილზე, ახალქალაქი კარწახის და ახალციხე ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე, ავტომობილების ნაწილის გადაადგილების შეზღუდვაზე წერენ. თოვის გამო დღეს ახალციხეში პირველ საათიანი ტყემლანა-თისელი საკუნეთის რეისი არ შესრულდა. ამ სოფლებში მცხოვრებთა ნაწილი იმ მუნიციპალურ ტრანსპორტს გაყვა, რომელიც სანამ მათ დანიშნულების წერტილამდე, ანუ სოფელ აგარამდე მივა, 4 სოფელი უნდა გაიაროს. ხოლო აგარიდან საკუნეთამდე კიდევ ფეხით კილომეტრ-ნახევარი უნდა გაიარონ. გარდა საკუნეთისა, შეიზღუდა თუ არა გადაადგილება სხვა სოფლებში. ახალციხის მერიიდან მთელი დღის განმავლობაში პასუხის მიღებას ველოდებოდით. ახალციხეში რამოდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვალა. თუ კი აქამდე საკუნეთი ტყემლანა-თისელიდან წამოსული მუნიციპალური ტრანსპორტი ახალციხეში 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩის გავლით ავტოსადგურზე მიდიოდა, ახლა ტრანსპორტი ამ მარშრუტს აღარ ასრულებს და პირდაპირ ავტოსადგურში შედის. იგივე ცვლილებაა სოფელ მინაძის ავტობუსის მარშრუტშიც. გადაწყვეტილება, როგორც მგზავრები ამბობენ, მათ სურვილებს ეწინააღმდეგება და არ არის მორგებული მგზავრთა ინტერესებზე. ამბობენ, რომ ახალი მარშრუტის გამო ტაქსის გამოყენება უხდებათ. რატომ შეიცვალა მარშრუტი? მერის მოადგილის ვაჟა გაჩეჩილაძის პასუხი შემდეგია. თუ შედიოდა შეიძლება ხარვეზი იყო და მაგიდან გამომდინარე აღარ შედის 9 აპრილზე. იმიტომ რომ მინაძე მათ შორის თქვენ ახსენეთ, ასევე აწყური, თისელი, აგარის ადმინისტრაციული 5 სოფელი, მუგარეთი, კლდე, ანუ დაახლოებით 6-7 ავტობუსი ერთდროულად რო შესულიყო 9 აპრილიდან ქალაქში, იცით ჩვენი გზების ვიწროების შესახებ და საცობს გამოიწვევდა. ამიტომ ნებისმიერ სოფლის მკვიდრს, ვისაც უნდა 9 აპრილზე შესვლა, ან უნივერსიტეტში მოხვედრა, ან მეხუთე სკოლაში, ქალაქში მოხვედრა, ანუ 9 აპრილით ვინც სარგებლობდა, შესაძლებლობა აქვს აქედან გაყვეს დილით ტრანსპორტს, დაახლოებით შეიძლება 5 წუთის ლოდინიც არ მოუწიოს ეგრეთ წოდებული გალფის ზაპრავკასთან და იქ შეუძლია გადაჯდეს და მოხვდეს ნებისმიერ ადგილას. ინტენსიური თოვის ფონზე ახალციხეში უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. დღეს ახალციხის ცენტრში შეკრებილებმა 1921 წლის 19 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი 19 წლის მარო მაყაშვილი გაიხსენეს. ეს ლოზუნგიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის წარმოვადგინეთ. აქ სიტყვები, რომელიც მარო მაყაშვილმა ფრონტის ხაზიდან მიწერა თავის მამას, რომელიც მოხალისედ იყო წასული ბრძოლაში, საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, წითელი არმიის წინააღმდეგ და რომელთა წინააღმდეგ ბრძოლასაც შეეწირა 19 წლის გოგონა, რომელიც იყო იმედად იმისა, რომ ის გაიმარჯვებდა და ზუსტად ეს სიტყვები მიწერა თავის მამას. ნუ გეშინია, გავიმარჯვებთ სახელოვნად. მაყაშვილის გზა არის გამარჯვების გზა. დღეს გამარჯვებულია მარო მაყაშვილი და ის ადამიანები, ვისაც თავის დროზე გამარჯვებულად ეგონათ თავი, იმ საქართველოს მოღალატეებს, იმ ოკუპანტების მოკავშირეებს, დღეს ისინი სადაც არიან და როგორ პოლიტიკურ სანაგვეძეს არიან აღმოჩენილები, ამას ყველა ჩვენთაგანი ვხედავთ. ჩვენი გზა არის საქართველოს თავისუფლების გზა და ჩვენი გზა არის მარო მაყაშვილის გზა. კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმის გზაზე. ასე აფასებს ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ცლად გთავაზობთ სტუდია ვაშინგტონს.
დელიბორ, მადლობა დროის დათმობისთვის. ქართულმა ოცნებამ დემონსტრაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაამკაცრა და ახალი მედია რეგულაციების შესახებაც ისაუბრა. რას ნიშნავს ამ ზომების მიღება პროტესტის მომავლისა და მოქალაქეებისთვის და რას ამბობს ეს ხელისუფლების განზრახვაზე. პირველ ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ან ნატოსა და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირები გააღრმაოს, თუ ის ახშობს განსხვავებულ ხმებს, ხალხსაპატიმრებს, უქმებს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარლამენტარებს. არჩევნები კიდევ ცალკე საუბრის საგანია. პირადად ჩემთვის ქართული ოცნების გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს. და ვფიქრობ, ქართველი თავისუფლების მოყვარე ხალხი მართალია, როდესაც ამას მთელი ძალით აპროტესტებს. ქართული ოცნების ლიდერებმა წინასწარ ისაუბრეს მედიასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღების გეგმებზეც. თქვეს, რომ დაადგენენ სტანდარტებს და უზრუნველყოფენ ეთიკურ ჟურნალისტიკას. კიდევ უფრო შეიზღუდება უცხოური დაფინანსებაც. პრემიერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების კრიტიკა მხოლოდ იმის შიშს ეფუძნება, რომ მედია სიძულვილსა და ტყუილებს ვეღარ გაავრცელებს. რას ფიქრობთ ამ გეგმებზე? რას უქადის ეს დამოუკიდებელ მედიას ქვეყანაში? ეს განცხადებებიც ჩემი აზრით თანმიმდევრული და შესაბამისია. ამ თავრობის ზოგად სურათში ჯდება. თავრობის, რომელიც თავის მხრივ არის ფართო შეფასებით გაყალბებული არჩევნების შედეგი და რომელიც ცდილობს პოზიციები ნებისმიერ ფასად გაიმყაროს. მედია თავისუფლება პლურალისტური დემოკრატიის ფუნდამენტია. მედია თავისუფლება ისეთ მედია ლანდშაფტს გულისხმობს, რომელიც მოიცავს უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასაც, სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, იდეების რეალურ კონკურენციას. მეთოდები, რომლებითაც საქართველოში ეს ყველაფერი კეთდება, ძალიან ინფორმაციული და მრავლის მთქმელია. უნგრეთში ვიქტორ ორბანი მედიაზე კონტროლის დამყარებას ირიბად ცდილობდა, სარეკლამო პოლიტიკით, ფლობელობის ცენტრალიზებით, მთავრობასთან დაახლოებული პირების მიერ მედიების შესყიდით და ასე შემდეგ. საქართველოში კი ეს ძალიან შეუფარავად, დაუხვეწავად, სასტიკი გზით ხდება. ეს ნამდვილად გვახსენებს იმას, რასაც რუსეთში ვხედავთ. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ საქართველოს მაგალითი შორსაა იმ დემოკრატიული უკუსლის მაგალითებისგანაც, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გვინახავს. მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე თუ საერთოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებთ მზია ამაღლობელზე საუბრის გარეშე. ის დაკავებულია პოლიციელისთვის, სილის გაწმისთვის და თვეზე მეტია შიმშილობს. ხელისუფლება მას შიმშილობის შეწყვეტას ურჩევს და ამბობს, რომ სამართალდამცავზე ძალადობა უპატიებელია. ეს მაშინ, როდესაც დემონსტრანტებზე ძალადობისთვის დასჯილი სამართალდამცავების შესახებ არაფერი გვსმენია. რას ფიქრობთ, რის ჩვენებას ცდილობენ ისინი მისი საქმის ამგვარად წარმართვით? ეს შემოწმუნებელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს თვისებრივ განსხვავებას დემოკრატიული უკუსლის სხვა მაგალითებთან შედარებით. მაგალითად სერბეთი, უნგრეთი, გარკვეული ხნით პოლონეთიც. ქვეყნები, რომელთა მთავრობებმაც სცადეს ძალაუფლების გამყარება, მაგრამ საქართველოში ეს ხდება ძალადობის გამოყენებით. ეს ნამდვილად დამატებითი ნაბიჯია რეალური იმ ტიპის ტირანიისკენ, რაც რუსეთში, ჩინეთში ან ირანის მსგავს ქვეყნებში გვინახავს. ქართველები მართლები არიან, რომ ამ ბანდიტურ მეთოდებს აპროტესტებენ. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ დასავლური სამყარო მეტს აკეთებდეს მამაცი ქართველების გვერდით დასადგომად. მათი, ვინც ამ მოვლენებს უპირისპირდება. ევროკავშირი იქნება ეს, ეუთო თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ახლა პოლიტიკური გარდაქმნის გარკვეულწილად უპრეცედენტო პროცესშია. ამან ამერიკაში ნამდვილად გადაიტანა პოლიტიკოსების მკაფიო ყურადღება იმ ქვეყნიდან, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვან რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. თუმცა ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი ნაბიჯი გადადგა, არაერთი რეზოლუცია მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი სულ ახლახან. საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდა, უვიზო მიმოსვლით ვეღარ ისარგებლებენ დიპლომატიური თუ სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებიც. რა ნაბიჯების ნახვა გსურთ ევროკავშირისგან ამ ეტაპზე? საბოლოოდ პოლიტიკური ცვლილება ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს და არა გარედან. მხარდაჭერა აუცილებელია. დემოკრატიულ ცვლილებებს ნაყოფიერი ნიადაგი სჭირდება. ევროკავშირმა უკეთ უნდა მოახერხოს იმ სიგნალის ხაზგასმა, რომ საქართველოს ახლანდელი მდგომარეობით, ახლანდელი მთავრობით, საკამათო არჩევნებით არჩეული პარლამენტით არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. განსაკუთრებით კი ასეთი ამ ძალადობრივი და ავაზაკური ქცევის დაწყებით მთავრობის მხრიდან, დემონსტრანტების და ჟურნალისტების გასამართლება და ციხეში ჩასმა და ასე შემდეგ. უნდა იყოს მიზანმიმართული ძალის ხმევა იმისკენ, რომ რეალური ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ისევე, როგორც რუსეთის შემთხვევაში.
დიახ, ბევრი წუხს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნაკლოვანი და არაეფექტური იყო, მაგრამ ეს ნაწილობრივ იმის შედეგიცაა, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, ჩინეთთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული ეკონომიკით. საქართველო კი საკმაოდ პატარაა და ვფიქრობ ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს, დასავლელ ინვესტორებს და მსგავს მოთამაშეებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოზე, საკმაოდ დიდია. ეს სრული მოცულობით უნდა გამოიყენონ. ჩვენ ვიხილეთ არაერთი ევროპული ქვეყნის განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, ასევე საუბარი ბრიტანეთის პარლამენტშიც, რასაც ბევრის შეფასებით ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს მტკივნეული გავლენა ივანიშვილების ოჯახზე. სანამ ევროკავშირი როგორც ინსტიტუტი არ ვერ დგამს ისეთ ეფექტურ ნაბიჯებს, რომელთან ახლაც როგორც ამბობთ თქვენ გსურთ, როგორია ინდივიდუალური ქვეყნების პასუხისმგებლობა ან როლი, რა რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია მიმდინარე პროცესებზე ცალკეულ ქვეყნებს. ევროკავშირის შიგნით იქნება ეს თუ მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ ევროკავშირია ის, ვისაც აქვს საშუალებების ნაკრები, რაც აუცილებელია საქართველოსთვის რეალური ეკონომიკური საფასურის დასაწესებლად. იქნება ეს ვაჭრობის, ინვესტიციების თუ ქონების გაყინვის კუთხით, განსაკუთრებით კი რეჟიმთან დაკავშირებული ადამიანების მიმართ. ცხადია, თუ ამას ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები გააკეთებენ, ამერიკა იქნება ეს, კანადა თუ დიდი ბრიტანეთი, ეს ნამდვილად გაზრდიდა ამ სანქციების გავლენას. თუმცა ცალკეულ ქვეყნებს მაინც შედარებით ნაკლების გაკეთება შეუძლიათ. შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება, ადამიანებისთვის მათ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, მაგრამ ეს სრულად არ გამორიცხავს შენგენის ზონას. ცალკეულ ქვეყანაში შეიძლება გარკვეული სამართლებრივი პროცესებიც მიმდინარეობდეს, თუ ამის საფუძველი იქნება. მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ ბრიუსელზე და ევროკავშირზეა დამოკიდებული. ესაა 27 მთავრობის გაერთიანება, რომელიც უნდა შეიკრიბოს და ამ საკითხს პრიორიტეტულად მიუდგეს. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს toktiv.gi და Facebook გვერდს toktiv. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.